უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი თავის არმიას 100,000 სამხედროთი ზრდის. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი საერთოდ არ ემზადება მოლაპარაკებისთვის და მშვიდობისთვის და მისი მიზანი ომის გაგრძელება. ზელენსკიმ უკრაინაში ნატოს სამხედრო კომიტეტის ახალი თავმჯდომარის ვიზიტზეც ისაუბრა. ჯუზეპე კავოდრაგონე პრეზიდენტს და მთავარსარდალ სირკის შეხვდა. ზელენსკის განცხადებით, ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელთან ერთად მან მოინახულა უკრაინის თავდაცვითი სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი საწარმო. განიხილვა მასთან რამშტაინის ფორმატის მორგის შეხვედრისთვის მზადება. ალიანსის წევრი სახელმწიფოებისგან სამხედრო დახმარების გაგრძელება და დრონების წარმოებაში პირდაპირ ინვესტიციები. ჩვენ ვაფასებთ, რომ ნატოს სამხედრო კომიტეტის ახალი ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი სწორედ ჩვენ სახელმწიფოში შედგა უკრაინელების მხარდასაჭერად. ჩვენ განვიხილეთ რამშტაინისთვის მზადება და ჩვენი საერთო თავდაცვის საჭიროებები. ახლა ჩვენ ვიცით ჩვენი დაზვერვა გვაცნობებს, რომ რუსები ქმნიან ახალ დივიზიებს, ავითარებენ ახალ სამხედრო წარმოებას. აშკარაა, რომ ჩრდილოეთ კორეასთანაც მათი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება. სამწუხაროდ მოსკოვი ომის თანამედროვე ტექნოლოგიებს ავრცელებს იმ რეგიონშიც, კერძოდ დრონების ტექნოლოგიებს. ეს მარტივ რამეს ნიშნავს, პუტინი სულაც არ ემზადება მოლაპარაკებებისთვის და მშვიდობისთვის, არამედ ემზადება ომის გასაგრძელებლად და ახლა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ. ისინი ახლა თავიანთ არმიას 100,000-ზე მეტი სამხედროთი ზრდიან. ყველა პარტნიორმა უნდა იცოდეს ამის შესახებ და უნდა დაინახოს ეს. მზადვართ შესაბამისი ინფორმაცია გადავცეთ და დაზვერვის ხაზით შესაბამისი კომუნიკაცია უკვე მიმდინარეობს.